ნოემ ხო იცოცხლა 950 წელი, მათუსელამ იცოცხლა 969, მოკლედ უზარმაზარი რაოდენობა ვერც შეადრი, ეხლა რასაც ცოცხლობს ადამიანი, ახლა რაც აღწერილია ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლე არის 122 წელი და ნუ არაფერია, მე მოდით 119 და ასე. შესაბამისად ადამიანები ბევრად ნაკლებს ცოცხლობენ და ადამიანები ამბობენ ხოლმე რომ აი ზოგი მორალურ დაცემას უკავშირებს ადამიანებისას, ზოგი გარემოს და სიმართლე სად არის, ამაზე ვისაუბროთ. რა ხდებოდა, ანუ როგორი იყო სამყარო მაშინ, როცა ყველაფერი საუკეთესო იყო, ყველაფერი საუკეთესოს ჭამდნენ, სვავდნენ ადამიანები, ჯანსაღი იყო გარემო. ეგ პერიოდი იყო დაახლოებით პალეოლითურ ხანას ეძახიან 1-2 მილიონი წლის წინ, მაგალითად 10,000 წლით უკან რო გადმოვახვიოთ, აი ეგ დიაპაზონი იმ 10,000 წლით უკანიდან 1-2 მილიონ წლამდე ვთქვათ, ავიღოთ პერიოდი, მიიჩნევა რომ აი ეგ იყო ძალიან ჯანსაღი საკვების პერიოდი, დაბინძურება არ იყო დედამიწაზე, ადამიანები ფიზიკურად აქტიურები იყვნენ ბოლომდე, იმიტომ რომ შემგროვებლები იყვნენ ან მონადირეები, სხვა საქმე არც ჰქონდათ, სულ მოძრაობდნენ, ფიზიკურ აქტივობაში იყვნენ, ჭარბწონიან ადამიანს ვერ ნახავდი და აქ მთავარი კითხვაა, რომ აბა რამდენ ხანს ცოცხლობდნენ ეგეთი ადამიანები, ცოცხლობდნენ ძალიან ცოტას, მაგრამ იტყვის ადამიანი რომ აბა რა ხა ბავშვობის ინფექციები ბავშვობაში ხო იხოცებოდნენ და მაგიტო საშუალო ასაკი, ამიტომ გადმოიწია საშუალო ასაკმა, იმიტომ რომ ბავშვობაში იხოცებოდნენ ეგენი. აი რო გამოვაკლოთ ბავშვობაში დახოცილი ადამიანები, ომები და ფიზიკურ დაპირისპირებაში დაუპული ადამიანები, ძველი ადამიანები, მაინც თუ მიაღწევდა ადამიანი 70 წელს მიიჩნეოდა განსაკუთრებულ მოვლენად და ნუ დღეს 70 წელი განსაკუთრებულად კი არა, საშუალოდ მიიჩნევა ბევრად მაღალი. ამერიკაში მაგალითად თუ ბავშვი გადარჩა, ბავშვობას თუ გაუძლო 18 წლიდან მაგალითად 18 წლის ასაკამდე თუ ჯამრთელად მიაღწია, 85 წელია დაახლოებით საშუალო. ნუ თუ კი ეს ბავშვობის დაავადებები და ესენი ჩავთვალისწინოთ ნაკლები გამოდის, მაგრამ ანუ ერთი საზომით რო შევადაროთ, ბევრად მეტ ხანს ცოცხლობს ახლა ადამიანი ამ დაბინძურებულ გარემოში და ამ ავად სახსენებელ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ აი ყველაფერი გააფუჭეს და საკვები არ ვარგა და წყალი არ ვარგა და ეს სამედიცინო სფეროს ექიმები გვატენიან წამლებს და რაღაცა ხო და მე მაქვს კითხვა მაშინ რომ რატომ არის ესე რატო არის ამხელა სხვაობა, რომ მაშინ როცა აი პალეოლითური ხანის ადამიანი ავიღოთ, რომ არაფერი პრობლემა არ ქონდა, ან ჯანსაღად ცხოვრობდა, ბევრს მოძრაობდა, ჯანსაღ საკვებს ჭამდა, შაქარს არ იღებდა, ტკბილეულს არ ჭამდა, მაინც ბევრად ნაკლებს ცოცხლობდა. ანუ აი მიიჩნევა რომ 50 თუ გადაცილდებოდა ძალიან დიდი მიღწევა იყო მაშინ რა და ძალიან მაგარ რამეთ ითვლებოდა და ეხლა ვის უკვირს 50 კი არა 70 ვის უკვირს ხო? რატომ? პირველ რიგში ერთმნიშვნელოვნად არის მედიცინის განვითარება. მაშინ ინფექციები იყო მთავარი პრობლემა და ბევრი ადამიანი ჯამში მერე ინფექციებით დასუსტებული იმუნიტეტით, არასრულფასოვანი კვებით ვერ იღებდნენ ყველაფერს რაც საჭირო იყო და იღუპებოდნენ უმეტესად ინფექციებად. მთავარი პრობლემა იყო ინფექციები წარსულ დროში. ის მართალია კი, რომ გულის დაავადებები ნაკლებად ჰქონდათ, სიმსივნეებიც ნაკლებად იყო, მაგრამ მაინც იყო, ანუ ის ილუზია არავის არ უნდა ქონდეს, რომ სიმსივნეები არ ვითარდებოდა, ნაპოვნია ამ ძველ ადამიანებში ძვლის სიმსივნეები, შესაბამისად არაფერი ის არ იყო, რომ სიმსივნეები არ არსებობდა და ეხლა გაჩნდა, არა, მილიონობით წლის წინანდელ ადამიანსაც ემართებოდა სიმსივნეები. ეხლა
კიდე არის რომ აბა ზედაზღვარი რა გვაქვს ან რა ბიბლია გვატყუებს ხო ნუ ეს ახლა მეორე საკითხია რა თქმა უნდა და მე არ შევალ მორალურ განხილვაში გვატყუებს თუ არა ბიბლია მაგრამ შეიძლება ალეგორიულად იყო ნათქვამი შეიძლება სიმბოლურად იყო ახასიათებდათ ძველ მითოლოგიურ ნაწარმოებებსაც ახასიათებდათ რომ იმის წარმოსაჩენად რაოდენ დიდი იყო წინაპარი გაეზარდათ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ეს მე შემოკლა რაც მეტი დრო გავიდა რაც ადამიანმა ნახა რომ ესე უბრალოდ ნათქვამი არ იყო საკმარისი და ადამიანს უფრო რეალისტური უნდა შეამცირეს ხო იმიტომ არის მე რომ უკვე ახალ აღთქმაში ჩვეულებრივად ცოცხლობდა ადამიანი არა 200 წელს და არა 300 წელს და არა 900 წელს კიდე არის ვერსიები რომ მაგალითად ის მათუსელას და ნოეს ამბები იყო დათვლილი მთვარის კალენდრით რომელიც არის ისა ერთი თვე უხეშად რო ავიღოთ ერთ თვეებად რო დავთვალოთ რა სადღაც უწევს რომ იცოცხლეს 80 წელი თვეების მიხედვით აი ეს ლოგიკურია შეიძლება რომ მაშინ ითვლიდნენ თვეების მიხედვით და თვეების მიხედვით თუ ითვლიდნენ შესაძლებელია რომ დაახლოებით ესე უწევს ზუსტად რომ 80-85 წელი იცოცხლეს გასაგები ხდება ეს შესაძლებელია ადამიანს აქვს შეზღუდვა რის იქითაც ვერ იცოცხლებს დაახლოებით ეს არის 130 წელი ერთ ჰეიპლიკის ლიმიტს ეძახიან მაგას ეს არის ანუ ტელომერების დამოკლება ხდება როცა უჯრედი იყოფა და უჯრეს დაყოფის უსასრულო შესაძლებლობა არ აქვს დაახლოებით აქვს 40-დან 60 დაყოფამდე შესაძლებლობა და ამ დაყოფის მერე ვეღარ დაიყოფა და შემდეგ რა თქმა უნდა ანუ გენერირდება და გროვდება შეცდომები უჯრედში, მერე სიმსივნეები ვითარდება, ასაკთან ერთად სიმსივნეების რისკი ექსპონენციალურად იზრდება, ალცჰეიმერის რისკი ექსპონენციალურად იზრდება, გულის დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება და რაღაცა მაინც დაემართება ადამიანს და მერე იღუპება, თუმცა გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად ახლა ის ქალბატონი იყო 119 წელი იცოცხლა 2023-ში დაიღუპა და გაუძლო 100 პლუს ასაკში გაუძლო და გადაიტანა COVID-19. ასე რომ დიდი მნიშვნელობა გენეტიკას, იმუნიტეტს, კვებას, როგორ იქცეოდა ადამიანი, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც ზედა შეზღუდვა გვაქვს და სამწუხაროდ უკრავი ვერ გავხდებით, თუნდაც მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდეს. რაღაც პოტენციალი არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადავწევოთ იქით საშუალო ასაკი, ვთქვათ 100 წლამდე, მაგრამ იმის იქი ძალიან ძნელი იქნება, თუმცა შესაძლებელია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, თუ რამე აი ძალიან საინტერესო დისკუსია თუ თვლით, დამიწერეთ კომენტარებში, ვეცდები რომ ან რამე აი ძალიან ისეთი მითებია თუ ან გაინტერესებთ მითია თუ რეალობა ესეთი, რაც მედიცინასაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეგეთი თუ იქნება მთლად კარგი, დამიწერეთ ვეცდები უპასუხო ხოლმე. მადლობა ინტერესისთვის.